მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 2-ზე, მე ვარ მამწიკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. სკანდალი ევროკომისიის გარშემო არასამთავრობო ორგანიზაციების საეჭვო ლობირებასთან დაკავშირებით. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალგან ახლებს. მართველი გუნდის განცხადებით კომისიაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის რეალური სახე. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ოპოზიციური ველიდანაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. საგამოძიებო კომისიაზე ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო სისტემური დანაშაულის რეჟიმში გადასული. ანუ ხდებოდა ადამიანების ღირსების, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესის ყველაფრის შელახვა და წართმევა. და ამაში ჩართული იყო სახელმწიფო ყველა სისტემა და სტრუქტურა. ნაციონალური მოძრაობა ამ ტერორს აგრძელებს, ოღონდ უკვე იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც მას ოპოზიციაში გააჩნია. მედია, სოციალური ქსელებით და სხვა საშუალებებით მუდმივი ბულინგის ზიზღის ენის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებით კვლავ აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ამ ძიმე მდგომარეობაში შეყვანის ცდილობას. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიზნა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ წლების წინ მან უტას შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მოგესალმებით, ამ ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს უხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი არ მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველს კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის მოშკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე რაღაც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ნანობ და მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვხადო უტა ივანიშვილს. მერ აბდუალიშვილს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, მართველი პარტიის ლიდერები. მისალუცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ერევანში ქართული კულტურის დღეები, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის შოუ პროგრამით დასრულდა. გალა კონცერტი კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართა. დარბაზის ფოიეში ასევე გამოიფინა ეროვნული სამოსი. ალბათონ მინისტრმა მე გქონდა საინტერესო შეხვედრები ჩვენ კოლეგებთან, განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი მომავალი ურთიერთობების. მომავალ წელს უკვე სომხური კულტურის დღეები უნდა გაიმართოს საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ძალიან შთამბეჭდავი დღეები იყო. გაიმართა ერისიონის დასკვნითი კონცერტი, ეს იყო გალა კონცერტი და ეს რა თქმა უნდა არის კულტურათა დიალოგი, მით უმეტეს მნიშვნელოვანია ჩვენ მეზობელ და მეგობარ ერთთან ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა ამ სფეროში. მოსული სტუმრები ჩვენ ძალიან საამაყო
ქართულ სამოსსა და სამკაულს ათვალიერებდნენ. ჩვენ მზად ვართ ქართული კულტურის დღეები გაგრძელდეს სხვა ქვეყნებშიც იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვიცნონ თუ როგორი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. დღეს გვეძლევა საშუალება რომ ქართული კულტურა არა მარტო სომხეთში, მსოფლიოში წარვადგინოთ, რომელიც ძალიან განსხვავებულია ყველასგან და თუ რაიმე საამაყო და თუ რაიმე ესე ვთქვათ სადიდებელი გვაქვს, ეს არის ჩვენი ქართული კულტურა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მომზადებული მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში მაღალ პროფესიონალთა მასტერკლასებისა და სხვა სასწავლო საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებას. სტუდიას ექნება საგანმანათლებლო ფუნქცია, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ქართული ფოლკლორი როგორც მეცნიერული ღირებულება ისე გაეცნონ და შესაბამისად განხორციელდება სწავლება და კვლევა, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის მათი ინტერდისციპლინური გამოცდილებისთვის. ეს ასევე ხელს შეუწყობს ქართული კულტურის, ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში. ამ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება სტუდია, სადაც სტუდენტები შეისწავლიან ქართულ ფოლკლორს, არ დავიშურებ ძალღონეს, რომ ამ უძურებასის გარემოში და რა ვიცი, ულამაზეს გარემოში სწავლასთან ერთად ღერდეს ქართული ჰანგები, ქართული ფოლკლორი. ანსამბლი რუსთავი, რომელიც დაკავშირებულია ანზორ ერქომაიშვილთან და ასევე ანსამბლი მართვე, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა სოფლიოს გააცნო და ახალგაზრდებს შეაყვარა, სწორედ ეს ხაზი გაგრძელდება ყველა კუთხეში, მთელ საქართველოში, მაგრამ ქუთაისი და ეს სივრცე, რომელსაც ქვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეს იქნება ერთ-ერთი ცენტრი აი ამ მიზნის მისაღწევად. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრე მაღავლინა მეუფეშიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. სამების საკათედრო ტაძრიდან ნინი მაისურაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში უკვე დასრულებულია. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მღვდელმთავრებთან ერთად პატრიარქის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა ტრადიციულად წირვის დასრულების შემდეგ მეუფეშიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ისეთი ცხოვრებისკენ, რომელიც სულის სიწმინდას გულისხმობს. გავიწყდება ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი. გავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი? თავარი მიზანი. რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების, თავარი აზრი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, მადლის სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღე სულთმოფენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მართლმადიდებლებისთვის სულთმოფენობას ერთგვარი სიმბოლური ტრადიციაც ახლავს თან, ვინაიდან ეს დღე სულიერ განახლებას ნიშნავს. დილიდან მორწმუნეები ტაძარში მოდიან მწვანე რტოებით, ყვავილებით და თაიგულებით და ამკობენ ტაძარს.
დღევანდელ დღეს სულიწმინდის მარტი გადმოვიდა მოციქულებზე და დღეს ასევე არის ეკლესიის დაარსების დღე და მინდა რომ საქართველოს ეკლესიას და სასულიერო პიროს მიულოცო ეს დღე მათ მიენიჭათ ცოდვათა მიტოვების ძალმოსილება ესე ვთქვათ და დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ უფალმა აღსარება დაადგინა და ესე ვთქვათ გზა გვიჩვენა თუ როგორ უნდა მივიღოთ შენდობა. უპირველეს ყოვლისა მინდა მიულოცო თელ საქართველოს და თელ სამართლებრივ სამყაროს დღევანდელი დღე ეს უპირველეს ყოვლისა არის უდიდესი განათლება ჩვენი ერისა. სრულყოფილობა რას ნიშნავს? იმას რომ ფაქტიურად განათლება მოხდა, სწავლება მოხდა, გავრცელება მოხდა ქრისტიანული სწავლებისა. სულთმოფენება ქრისტიანული ეკლესიის დაარსების თარიღად ითვლება, რადგან სახარების მიხედვით ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის მადლი გადავიდა, რის შემდეგაც მათ შეძლეს, რომ სხვადასხვა ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქრისტიანობა ეკადაგათ. მადლობა, ქრონიკის ეთერში ნინი მაისურაძე საუბრობდა. სკანდალი ევროკომისიის გარშემო არასამთავრობო ორგანიზაციების საეჭვო ლობირებასთან დაკავშირებით ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საეჭვო ლობირებისთვის გერმანელი გადასახადების გადამხდელების ფულს იხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლო დარჩენილიყო. წერს გერმანული გამოცემა, საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ გადაუხადა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების საეჭვო ლობირების მცდელობებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე გერმანული კომპანიებიც გახდნენ. გამოცემის ცნობით ასევე ნათელი გახდა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებული გრანტებს იყენებდა რადიკალური პროტესტებისათვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს. როგორც გაირკვა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიღებულ გრანტებს იყენებდა რადიკალური პროექტებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს. როგორც ევროდეპუტატი მონიკა ჰოლმეიერი ამბობს, ეს ევროკავშირის ფონდები არ უნდა იქნას გამოყენებული სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების შესუსტებისთვის ან დასაზიანებლად. მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ პროტესტების მხარდაჭერა, რომელთაგანაც ზოგიერთმა ძალადობრივი ხასიათიც კი მიიღო. ლატვიაში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ხმის დათვლის ავტომატური სისტემის გაუმართავობის გამოხმების ხელით დათვლა გახდა საჭირო ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არჩევნებზე ელექტორატის აქტივობამ 47% შეადგინა, ყველაზე მაღალი 52%-იანი აქტივობა რიგაში დაფიქსირდა, სადაც წინასწარი მონაცემებით აინარს შლესერსის პარტია ლატვია პირველ ადგილზე ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა ახმების 18% მიიღო. პარტია ერთობას კი, რომელსაც რიგის ამჟამინდელი მერი ვილნის კირსის წარმოადგენს, ხმათა 16% აქვს. სხვა ქალაქებში სამთავრობო პარტიის კანდიდატებს გაცილებით დაბალი შედეგები აქვთ. კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს თავდასხმა 39 წლის მიგელ ურიბზე ბოგოტაში მოხდა, სადაც ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი უკვე დააკავა. სამართალდამცველები თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობის ვერსიასაც განიხილავენ. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცველებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდა. შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკურ ლიდერზე ხდება თავდასხმა, იმის და მიუხედავად თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ეს თავდასხმა საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. თავდასხმა მოხდა გერმანიაში, ახალგაზრდა ქალმა მიუჰენის ცენტრში 56 წლის მამაკაცი და 25 წლის ქალი დანი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელის დაკავებას სცადა, მაგრამ მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. წინასწარი ინფორმაციით ის ბულგარეთის მოქალაქეა, პოლიცია დანაშაულის მოტივს იკვლევს. დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას ლოს-ანჯელესის საპროტესტო გამოსვლების დაშლისათვის მადლობას უხდის. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი იმის გამო, რომ ვითარების სტაბილიზება ვერ შეძლეს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარებას კრძალავს. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ლოს-ანჯელესში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში ათობით არალეგალი დააკავეს.
ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა ლოს-ანჯელესში ორდღიანი ძალადობის, შეტაკებისა და უწესრიგობის აღსაკვეთად. ჩვენ ყავს გუბერნატორი და მერი, რომლებმაც როგორც ყოველთვის ვერ შეასრულეს ეს ამოცანა. ამ რადიკალური პროტესტებისადმი, რომლებიც წამქეზებლებისა და დაფინანსებული ინტრიგნების მიერ არის ორგანიზებული, ვერ ვიქნებით ტოლერანტული. აიგრძალება აქციებზე ნიღბების ტარებაც, რატომ ალავენ ეს ადამიანების სახეებს. ვაშინგტონში ეგრეთ წოდებული World Pride-ის მარშზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოყვანა გახდა საჭირო. NBC ვაშინგტონის ინფორმაციით ღონისძიებაზე მომხდარი სროლისა და ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს. გამოცემა Rolling Stones-ის ინფორმაციით თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან მაღალ ჩინოსნებს უკავშირდებიან და იმის დაფიქსირებას თხოვენ, თუ ვის მხარეს დგანან. ისინი უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე მაღალ ჩინოსანს, მათ შორის პარტიის მსხვილ შემომწირველებს და სთხოვეს აირჩიონ, ვის მხარეს დგანან ამ მელოდრამაში. ისინი მასკის მეგობრების გადაბირებას ცდილობენ. ნათქვამია სტატიაში, ღია დაპირისპირება თეთრი სახლის ლიდერსა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა ტრამპის კანონპროექტი გადასახადებისა და ხარჯების შემცირების შესახებ საჯაროდ გააკრიტიკა. ირანის სადაზვერვო სამსახურმა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები მოიპოვა, რომელთა ნაწილიც ისრაელის ბირთვულ ობიექტებს ეხება. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ანგარიშის თანახმად მონაცემთა შეგროვება საიდუმლო ოპერაციის დროს მოხდა და მოიცავს უზარმაზარ მასალას, მათ შორის დოკუმენტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში დღეს დაასრულებს. 21 წლამდელებს ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო სრული დღე გუშინ ჰქონდათ, რომელიც ორჯერად ვარჯიშებს მოიცავდა. ქართველი ფეხბურთელები სრული შემადგენლობით ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთში გაემგზავრებიან. რამაზ სვანიძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. დავასრულეთ ავსტრიული შეკრება, ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. გამომგზავრებით სლოვაკეთში, სადაც უკვე უშუალოდ პირველ თამაშისთვის პოლონეთის წინააღმდეგ თამაშისთვის დავიწყეთ მზადებას და მომზადებულები ვართ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ყველანაირად მზად არიან ბიჭები და ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ იგავსულიყავით და გვინდა რომ იქ ჩვენი სახელი დავტოვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. სრული ერთი კვირა გავატარეთ ავსტრიაში. ფიქრობ, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. გადავინაცვლებთ უკვე სლოვაკეთში, სადაც პირველ მატჩს გავმართავთ პოლონეთთან 11-ში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის თითოეულ მაყურებელს ჩამოსულ სლოვაკეთში, თითოეულ საქართველოს დროშას. ფიქრობ, რომ ჩვენთვის დიდი мотиваცია და მუხტი იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. ბილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ბევრმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და ეს ძალიან წაადგება ნაკრებს იმისთვის, რომ კონკურენცია გაიზარდოს და სამსხვილო შტაბს ასე ვთქვათ, სასიამოვნო თავსატეხი გაუჩინოს. საქართველოს ნაკრები ყველასი არის და ძალიან სასიამოვნო არის, რომ რეგიონებშიც მაყურებლები მიიღებენ სიამოვნებას და ექნებათ საშუალება იმისი, რომ თავიანთ საყვარელ ნაკრებს დაუჭირონ მხარი. პირადად ჩემთვის ეს ახდენილი სურვილი და ოცნება იყო, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა. რაც შეეხება იმას, თუ რა მომცა ამ შეკრებამ, ამ თამაშმა, ეს იყო ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი გამოწვევა. მიხარია რომ მქონდა დებიუტი, ეხლა ვემზადებით მეორე თამაშისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები 2-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 5-ზე დაბრუნდება. დროებით.